თითქმის ყველა გადაცემას ვიწყებთ ტრადიციული კითხვით, რომელიც ზოგისთვის მარტივია, ზოგისთვის რთულია, მაგრამ ნუ ვიწყებთ. როგორი მამაა გიორგი მოსიძე? მეც ტრადიციულად გიპასუხებთ, ალბათ ბევრი პასუხობს ასეთნაირად, რომ ჯობს შვილებს კითხოთ, ხო, რაღაც რა. ჩემი შვილები სხვადასხვანაირად გიპასუხებენ, იმიტომ რომ არის სამი შვილიდან არის ისეთი, ვისთანაც სრულ ჰარმონიაში ვარ ურთიერთობაში, არის შვილი, რომელთანაც მუდმივ კონტრასტში ვარ და არის შვილი, რომელთანაც აი ესე განყენებულად ვარ, ასე ვთქვათ რა, ესეთი ურთიერთობები გვაქვს ნაკლებად თბილი. ცივსაც ვერ დავარქმევდი, მაგრამ ესე რა, დისტანციური ასე ვთქვათ. ანუ სამივე ვარიანტი ურთიერთობების შვილებთან გამაჩნია და ზოგადად ფიქრობდი, თავით სანამ შვილები მეყოლებოდა, ფიქრობდი, რომ სხვანაირად იქნებოდა ეს ყველაფერი, მაგრამ ნუ ეხლა ესე გამოვიდა, რომ ყველაზე ესეთი კონტრა ურთიერთობა ქალიშვილთან მაქვს, რომელიც არა და მამები ქალიშვილებთან პირიქით ახლოს არიან ხოლმე. მაგრამ ნუ მე მერგო ქალიშვილი ბუნტის თავი, ასე ვთქვათ, რევოლუციონერი, ზოგადად რაღაც დოლორეს იბარური მაგვარი პიროვნება, რომელიც მუდმივ ბრძოლაშია სამყაროსთან და ამ სამყაროს რაღაც იმას ეშმაკისეულობას მე განვასახიერებ რაღაცა. ხომრობ რასაკერელია ეხლა ეს ყველაფერი მე რამდენი წლის არის? ნუ 21-ის უკვე. არა, უკვე აღარც ისა ბავშვიც აღარ ეთქმის კაცს, ხო და უმცროს ვაჟთან, რომელიც 14 წლისაა, მაქვს პირიქით რაღაც ესეთი ძალიან ახლო თბილი ურთიერთობები, ვიკვეთებით ინტერესებში, საკითხებში, ფასეულობე ყველაფერში, ანუ ერთს იმას წარმოვადგენთ რაღაც სხეულს და ერთად მოგზაურობთ ხოლმე ხშირად და ასე შემდეგ. მინახავს ფოტოები. ფეხბურთის მოყვარული კაცია ჩემსავით. და მყავს უფროსი ვაჟი 22 წლის, რომელიც ნუ უკვე დამოუკიდებელი პიროვნებაა და თავის ცხოვრების გზას, ასე ვთქვათ, ადგას რა და არ იზიარებს ჩემს ინტერესებს, არც ფეხბურთი უყვარს, არც რასაც როდისით და არც რა. რა საინტერესოა? ხო, აი სხვადასხვანაირად აეწყო რა. ეხლა ის პატარა მაგალითად პირიქით ელოდება, როდის გავიზდები ცოტა, რასაც როდის ვითამაშო და ნუ თუმცა ეს არის ცხოვრება რა, ანუ ყველანაირ ცხოვრების მრავალსახეობა, როგორც ასეთი რა და მრავალსახეობაში ყველას აქვს თავისი ცხოვრებისეული გზა.